მოგესალმებით მეგობრებო, TikTok-ზე ავედი 120.000 გამომწერზე და ვთქვი, რომ 120.000 გამომწერზე მთელი ღამე გავჩერდებოდი სტადიონზე. ამიტომ მე ახლა შევდგამ აქ ფეხს და მთელი ღამე ვიქნები აქა. წავედით. მოკლედ მეგობრებო, 12-ის ნახევარია და ერთი გამოწვევა მივიღეთ, რომ 100 აჟმანია გააკეთეო. წავედით. აქ ვაპირებთ გაჩერებას, აგერ ეს გავაგეთ, რომ კომფორტულად დაუждეთ. აგერ კიშკები და რამეები. აგერ ბურთი გავაგორებთ ხანდახან. აგერ კაროჩე მიკროფონი, რომ დავუტენოთ ტელეფონი, ფანარი, შანთა, სტაბილიზატორი. რა ვიცი, ხან ბურთი ვითამაშებთ, ვიდეოებს დავდებთ, 1000-ს გედევღებთ. თავარია გამოგვიწეროთ თქვენ. ამიტომ რაღაც უსტიეთი 100.000 ხომ და გაუწროთ YouTube-ზე. ხალხო, მეორე ჩელენჯიც დაგვიწერეს უკვე და გვითხრეს, რომ სტადიონს შემოურტყი 30 წრეო და არ არის პრობლემა. მეორე ჩელენჯიც შესრულდა, 30 წრე დავარტყი სტადიონს და აუცილებლად გამოწერა არ დაგავიწყდეთ, წინ დიდი ჩელენჯები გველის. მერე პაწახან დავჯექით, ჭამა დევწყეთ, სიპერას ვუყურეთ, 1.5 საათი ჩელენჯები ვასრულეთ, მერე დევწყეთ ბურთის თამაში. ასე ვთამაშობდით, რომ პაწაი გავხურებულიყავით, თორე იმ ფერისიო და ფეხები გეგვეყინაჭუდა. და შენ კიდე არხი არ გაქვს გამოწერილი. ღამის პირველი საათია და ერთი ჩელენჯი კიდე შემოგვივიდა და გვითხრეს, რომ ანას მიულოცე ხმამაღლა დაბადების დღეო. ამიტომ დავიწყოთ. ანა გილოცავ დაბადების დღეს! ანა გილოცავ დაბადების დღეს! ანა გილოცავ დაბადების დღეს! 2-ის ნახევარია უკვე. მაგარი ცივა აგერ საბაი. აგერ წვენი კიშკები. ესენი შევჭამეთ უკვე. აი სად ვართ? და ვიყინებით ხალხო, ვიყინებით. მაგრად გვაცვია, მაგრამ მაინც ვიყინებით. ამიტომ რაღაც უსტიჭო, აუცილებლად გამოგვიწერე. მე 1-20 წუთი წუძინეთ, იმიტომ რომ ბურთის თამაში და ბლაყაბლოყები მოგვეწყინა. უკვე სამსუკლია 10 წუთი. აგერ ჩემს მაგას წინავს, მეც მეწინა ახლა გეუღვიძე. მაგარი ცივა 4 გრადუსია. და ვნახოთ აბა გამოწვევებსაც შევასრულებთ აუცილებლად. ღამის 3 საათია და კიდე აქ ვარ და ერთი გამოწვევა კიდე მივიღეთ. ერთმა კაცმა დაგვიწერა, რომ 120 მადლობა თქვიო და არ არის პრობლემა. ესეც 120 იყო, გამოუშვით. მერე დევწყეთ ბურთის თამაში, იმიტომ რომ 4 გრადუსი იყო და ფეხები მაგრა გეგვეყინა და გავხურდით. ჩვენ აქ ვიყინებით და შენ კიდე არ გამოგიწერია არხი. მერე აქ დევწყეთ ჭიდავი, რომ უკვე ძალიან ცივოდა და მაგრა გავხურდით, იმენა აქ უჭიდაობდით, ჩხუბობდით. მე და საბაი, აგერ მე და საბაი 4 ხდება თითქმის საათი. ახლა ვიჭიდავეთ, გავხურდით. მე არ გავხურე. საბასახში წასვლა უნდა. მარა დიმაგანები არ ნებდება. იმიტომ რომ კიშკები არის ითბოარი. აი. ამიტომ არ დავნებდებით. ღამის 4 საათია, მაგარი ქცივა. მე არ მცივა, უბრალოდ ცივა. ვებნევი ადე გავხურდეთ მეთქი არ დგება, ეზარება. მე ვხურდები. მე სულ გახურებული ვარ. ადე ბიჭო. ადე დროზე. ღამის 4 საათია და ვიღაცამ დაწერა 100 ბუქნი გააკეთეო და არ არის პრობლემა. ახლა ჩარტი. მეგობრებო, 5 საათი გახდა, ძალიან ცოტა დაგვრჩა, სულ რაღაც 2 საათი და დასრულდება ჩვენი ჩელენჯი.
აუცილებლად გამოგვიწერეთ ძალიან ცივაი ჭოჩიტიჭუ გაფრინდა ჭუ მეგობრებო 5 საათი გახდა ჯერ არ წავსულვართ სახლში 2 საათი დაგვრჩა და კაკრას გათენდებასავით და წავალთ სახლში და გაუცბებით იმ ფერცივა ფეხები გეგვეყინა მაგრამ ჩელენჯები მაინც სრულდება რა ამიტომ რაღაც უცი მიმაფოლოვე ჭუ 1-2 საათი ასე ვიჯექ ხამს ვამდი ხამჭამდი აღარ ვიცი რა მექნა ხამ ბრაუს თარში ვითამაშე მე წამოუწე გდევძინე და გევდა 2 საათი და მოკლედ მეგობრებო სტადიონზე ახალად მოკლედ მეგობრებო ახლა არის 7 საათი და დავასრულეთ იმიტომ რომ ახლა იწყებს მზე ამოსვლას და უნდა გადავიღოთ დრონის კადრები უძნელესი იყო აქ ღამის დარჩენა იმიტომ რომ ძალიან ცივოდა და არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა წავედით არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და YouTube-ზე რომ ავალთ 10,000 გამომწერზე ნებისმიერ თქვენ მოფიქრებულ ჩელენჯს შევასრულებ